ადამიანი ყველა არის ილუზიაში, აბსოლუტურად ყველა, რა სულიერ საფეხურზეც არ უნდა ვიყოთ, იმ საფეხურისთვის დამახასიათებელი ილუზია გვეტმასნება ყოველთვის. მაგრამ არსებობს აი ილუზიიდან ფუნდამენტური მექანიზმი გამორკვევისა და გამოღვიძებისა. პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ სინამდვილე და სურვილი არის სხვადასხვა. ადამიანის სამყაროს აღიქვამს არა იმ რეალობიდან გამომდინარე, როგორიც არის, არამედ თავისი სურვილის მიხედვით, თავისი შიშების, თავისი კომპლექსების, თავისი პროექციის ფარგლებში. და იმ რეალობა ისე აღიქვამს რეალობას, რაც მას უადვილებს ცხოვრებას. მაგრამ გარდატეხვა, თუ გინდა გარდასახვა თუ ტრანსფორმაცია იწყება მაშინ, როცა ადამიანი ხდება დამკვირვებელი საკუთარი თავისა. ადრე ვილაპარაკე ამ თემაზე, ცოტა განსხვავებული აზრები, თუმცა იგივეს ვამბობ, მაგრამ ცოტა განსხვავებულად და მოკლედ. დამკვირვებელი, იმიტომ რომ ადამიანი როცა იცავს კბილებით, ასე ვთქვათ, საკუთარ ცოდნას, საკუთარ პოზიციას, ნებისმიერ სიტუაციაში პოლიტიკა, რელიგია თუ ადამიანთა მიმართებაში, ყოველთვის იცავს საკუთარ ეგოს. უნდა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, ეს რასაც მე ხლა ვამბობ, რასაც მე ხლა საუბრობ, ილუზია ხომ არ არის ეს, ხიბლი ხომ არ არის ეს. ეს რეალობაა. აი ესეთი დამკვირვებელი ხდება, ასეთი დამკვირვებელი პოზიციით ხდება ადამიანის სულიერი გამოღვიძება. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ხდება ისეთი რამ, რომ ადამიანი იწყებს უფრო მეტად რეალობის დანახვას, უფრო მეტად ჭეშმარიტების დანახვას, გამორკვევას. შეიძლება რაღაცას 1 წლის უკან ამბობდი და თუ შენ ესეთი სიმდაბლეს ავლენ დრო და დრო, რომ საკუთარ თავს უსვამ კითხვას, ხომ არ ვცდები? აუცილებლად დროთა განმავლობაში რომ მოიხედავ შენ პოზიციას დაინახავ, რომ თურმე ის არ ყოფილა სრულყოფილი. თურმე შეიძლება რაღაც პოზიცია მართალი იყო, მაგრამ რაღაც აკლია მას. ან შეიძლება მთლიანად ცრუ იყო. აი ესე ადამიანი იზრდება სულიერად. ეს არის ზუსტად ეს ფუნდამენტური მექანიზმი ადამიანის ცნობიერების გამოღვიძებისა. სხვანაირად ადამიანი იკეტება თავის ეგოში და ყოველთვის კბილებით იცავს იმას, რაც ისწავლა, რაც გაიგო, რაც შეიმეცნა, ხო იმაზე მეტად ვეღარ მიდის და რჩება მატერიალურ აზროვნებაში და ვერასოდეს გადადის ცოტა იმით რომ ვთქვათ, აი უბრალო სიტყვით, სულიერ სამყაროში ვეღარ ჭვრეთს ის ადამიანი, რჩება, ასე ვთქვათ, მიწაზე მატერიალური აზროვნებით და ეს საჭირო აუცილებლად სულიერი წინსვლა, მით უმეტეს დღეს ისეთი ჟამი დგას, რომ სიცრუე გასაღებულია სიმართლეთ და ადვილად მანიპულირებადი ხდება. მატერიალისტურად მოაზროვნე, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ადვილად მანიპულირებადია, ადვილად ატყუებს მას სისტემა, პოლიტიკურ-რელიგიური სისტემა მას ადვილად ატყუებს, იმიტომ რომ ის თავის ეგოშია ჩაკეტილი. ამიტომ საჭიროა გამოღვიძება, გამოღვიძებისთვის საჭიროა სიმდაბლე, ხომ არ ვცდები, დრო და დრო დაუსვი შენ თავს ეს შეკითხვა. ეს ხომ ილუზია ხო არ არის რაღაცას, რომ კბილებით ვიცავ ესე და მზად ხარ. მოუკვდე, ხო აცხადებს ზოგი ამ საქმისთვის ადავარ მოუკვდე, თავი შევწირო, იქნებ რაღაც არასწორი ფორმაციის ესა გვაქვს, რა ქვია, წმენა და შეხედულება, ხო? აი ასე.